რა ხდება ახლა გელათში? სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და დროებითი გადახურვის შეფუთვაც მალე დაიწყება. გელათში მისულებმა ეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ. არა და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ვებგვერდით უნდა გვატყობინებდეს ვინ, როდის და რას აკეთებს ტაძარში. თუმცა ეს ასე არ ხდება. ისიც ჩვენით ვიპოვეთ, რომ გერმანელებთან ერთად ხარაჩოების მოწყობაში ქართული კომპანია Construction Service-ია ჩართული. ის სავარაუდოდ ლეიერის ქვეკონტრაქტორია. საპატრიარქოს ეს არ გაუსაჯარავებია. ჩვენ კი გავარკვიეთ, რომ გელათში შიდა ხარაჩოებს აწყობს Construction Service, კომპანია, რომელიც რუსეთთანაც არის კავშირში და ქართულ ოცნებასთანაც. ერთ-ერთი მეწილე ქართული ოცნების შემწირველია. მეორე მეწილის კომპანია კი რუსული გაზპრომის სტრატეგიული პარტნიორი. Construction Service-მა 2015-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 126 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ისიც გაირკვა, რომ კომპანიას წარმოდგენა არ აქვს, ვისი ქვეკონტრაქტორია. დირექტორმა გითხრა, არ მახსოვს, მასეთი კონტრაქტი დღეში 10 ცალი მაქვსო. მეტიც, არც საპატრიარქოს მიერ დაქირავებულმა მთავარმა არქიტექტორმა იცის ხარაჩოების ამწყობი კომპანიის სახელი. რა ხდება ახლა გელათის ირგვლივ, ჩვენ სტატიაში წაიკითხავთ.